30-ზე მეტ ქართულ კომპანიას დღეს შესაძლებლობა აქვს თავისი ძალები იაპონიასა და საფრანგეთში მოსინჯოს. ამის მიზეზი კი სააგენტო ვიტრინია, რომელიც ქართულ დიზაინერებს პოპულარიზაციას უწევს და მათი ნაწარმის ექსპორტზე გატანაში ეხმარება. ვიტრინის მთავარი სამიზნე იაპონიისა და საფრანგეთის ბაზრებია და სააგენტო დღეს უკვე 30-ზე მეტ ქართულ ბრენდთან თანამშრომლობს, რომლებსაც სურთ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოვება. როგორია ქართული ბრენდების ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით და რა სიახლეები აქვს სააგენტო ვიტრინის თემაზე საუბარს მადო რომანაძესთან სააგენტო ვიტრინის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. მადო, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დროისთვის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. სასიამოვნოა ძალიან თქვენთან სიახლეების გაზიარება. მადო, უპირველესად მინდა რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ ესე ვთქვათ შევუჯამოთ და განვუმარტოთ რას ნიშნავს ვიტრინი, რა არის მისი მთავარი საქმიანობა. სააგენტო ვიტრინი 2 წლის წინ დაფუძნდა და მის ძირითადი მისია არის ქართველი და საერთაშორისო ბრენდების პრომოუშენი და განვითარებაში დახმარება საერთაშორისო და ლოკალურ მარკეტებზე. მუშაობთ ამ მიმართულებით უკვე 2 წელია, დაახლოებით 31 კომპანია გაწევრიანებული ჩვენთან და ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს თანამშრომლობის. კი ბატონო, ახსენე რომ 31 კომპანიაა, რომლებიც უკვე სააგენტო სერვისებით სარგებლობენ. საინტერესოა, რამდენად მაღალია მათი მხრიდან ინტერესი და მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. რამდენად აქვთ ამბიცია, რომ ქართული პროდუქტი, მათი ნაწარმი იყოს ფართოდ ხილმისაწვდომი. ეს ინტერესი ყოველთვის იყო ქართულ ბრენდებში, უბრალოდ იყო გამოცდილების ნაკლებობა და ზუსტად ეს სფერო შევავსეთ ჩვენ. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 15 წელია ჩვენ თვითონ მუშაობთ ამ მარკეტებზე, რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის იაპონია, ეს არის საფრანგეთი, არის ინგლისი. ამ სამივე მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება გვაქვს თანამშრომლობის და შესაბამისად დაგვიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება და დავიწყეთ ამ გამოცდილების გაზიარება უკვე იმ კომპანიებისთვის, ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც არიან დამწყები კომპანიები, ან უკვე აქვთ კონკრეტული ექსპორტი, მაგრამ არა დიდი რაოდენობით და სურთ რომ გაზარდონ ექსპორტი საერთაშორისო მარკეტებზე. შესაბამისად ჩვენ გავაერთიანეთ გუნდში არა მხოლოდ ქართველი ექსპერტები გამოცდილების მიხედვით, არამედ იაპონელი და ფრანგი ექსპერტები, რომლებიც უწევენ კონსულტაციებს ჩვენ წევრ კომპანიებს და ეხმარებიან კონკრეტული პროექტის მიმართულებით, რომ მიაღწიონ წარმატებას და დიახ, ჩვენი გამოცდილებაა მთავარი, რაც ძალიან უადვილებს მათ საერთაშორისო ექსპორტზე გასვლაში. მადო, წარმატებული პროექტები ახსენე, რომლებიც უკვე მრავლად ერთიანდება ვიტრინის პორტფელში. მინდა ჩამოთვალოთ ის საამაყო პროექტები და სიახლეები, რომლებიც ჰქონდა მიმდინარე წლის განმავლობაში და არა მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში, ამ 2 წლის განმავლობაში კომპანიას. ბოლო 2 წლის განმავლობაში შევასრულეთ დაახლოებით 8 პროექტი. აქედან იყო ნაწილი მოდის კვირაულის ოფიციალური შოურუმები, რომლებიც შევასრულეთ დაახლოებით 30 ქართულ კომპანიას, მათ შორის დამატებით ასევე ყავდა საერთაშორისო კომპანიებიც. ეს იყო პარიზში და ტოკიოში, ასევე ინგლისში და ძირითადად ჩვენი მომსახურების სფერო, იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდების ინტერესი არის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, მოიცავს მსგავს ივენთებს, ეს არის ტრეიდ შოუები, შოურუმები, გამოფენები, სადაც ისინი ხვდებიან დიდ მსხვილ ბაიერებს, სავაჭრო ცენტრებს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრებს და ამყარებენ ურთიერთობებს სამომავლოდ თანამშრომლობისთვის. პარალელურად გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული кейსიც, რომელიც უშუალოდ ექსპორტშიც აისახა, მაგალითად ჰქონდა ძალიან ცნობილ იაპონურ სავაჭრო ცენტრებთან თანამშრომლობები, ასეთი იყო
სეიბუ სავაჭრო ცენტრი, რომელიც 25 ფილიალს ფლობს თვითონ იაპონიაში და პარკო, კონკრეტულად პარკოს შემთხვევაში შიბუია პარკოს დეპარტამენტ სტორთან ვითანამშრომლეთ. ორივე მიმართულებით დაახლოებით 10 კომპანიამ, ქართულმა კომპანიამ შეძლო რომ საკუთარი პროდუქტი ჩაეტანა და გაეცნო როგორც B2B სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე უშუალოდ pop-up გაყიდვების შესაძლებლობა მიეცათ და პირდაპირ შეძლეს იაპონელ მომხმარებელთან კომუნიკაცია და კონკრეტული გამოცდილებების დაგროვება. ასეთი ღონისძიებები ძალიან ეხმარება ზოგადად ქართულ კომპანიებს, რომ მათ შესახებ გავრცელდეს იქ ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი კონკურენტი არსებობს და ძალიან რთული ამ სფეროში საქართველოსავით პატარა ქვეყნისთვის შესვლა. ვცდილობთ, რომ საუკეთესო კონტაქტები მოვაგროვოთ, საუკეთესო ადგილებზე მოვახდინოთ მათი პოზიციონირება, წინასწარ გეგმავთ სტრატეგიებს, წინასწარ ვაკეთებთ მათ ვიზუალური მხარის დამუშავებას, მუშაობთ კოლექციების შერჩევის მიმართულებითაც, შესაბამისად ძალიან სწორად გვყავს მომზადებული თითოეული ბრენდი, თითოეული პროექტისთვის და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ იაპონიაში ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიები და ორგანიზაციები, მაგალითად როგორიც არის Rakuten Fashion Week-ი, მათ უშუალოდ დამფუძნებელს და დირექტორებს ვიცნობთ უკვე და დღევანდელი გადმოსახედიდან ისინი უკვე მზად არიან, რომ ქართული კომპანიები მიიწვიონ მოდის კვირეულზეც, ანუ ამ მიმართულებითაც მუშაობთ და იმედია მალე გვექნება წარმატებული ჩვენებებიც ქართული დიზაინერების ოფიციალური ტოკიოს მოდის კვირეულის ფარგლებში. კი ბატონო, ეს არის რეალური პერსპექტივა, ხომ, როგორც მივხვდი? დიახ, ეს არის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, ავტორიზება გავლილი გვაქვს, კონკრეტული ბრენდების ჭრილშიც უკვე გაეცნო ინფორმაციას Rakuten-ის მხარე და კარი ღიაა და დანარჩენი არის დარჩენილი ისეთი დეტალები, რომელიც ფინანსურ მხარესთან არის დაკავშირებული და ალბათ გესმით, რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული პროექტებია და მუშაობთ, რომ მოვიზიდოთ ეს სახსრები და მოვემზადოთ ამ პროექტისთვისაც. აი როგორ ხდება ფინანსების მოძიება? ამ პროცესში სპონსორებზე ხართ ორიენტირებული თუ აი რა პროცესია ეს? ძირითადად ყოველთვის ბრენდის მხრიდან ხდება საკუთარი დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების დაფინანსება, თუმცა გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერები, როგორც საერთაშორისო დონორების მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტულად აწარმოე საქართველოს არის ძალიან აქტიურად ჩართული ექსპორტის დაფინანსებაში და აწარმოე საქართველოს ექსპორტის გრანტით ძალიან ბევრი ჩვენი კომპანია სარგებლობს, თუმცა რა თქმა უნდა ეს სახსრები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც ვახსენე მაგალითად მოდის ჩვენებაზე, ასეთი პროგრამა ჯერჯერობით არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან და ვერ ფინანსდება, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვის იყო ევროკავშირი და დასავლეთი, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო გერმანიის მთავრობის GIZ-ის მხარდაჭერა, რომელიც ზოგადად მოდის სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და პარტნიორია, იმიტომ რომ პირველი დონორი იყო, რომელმაც პანდემიის შემდგომ წამოაყენა ინიციატივა, რომ მოდის ასოციაცია შექმნილიყო საქართველოში და გააერთიანა მოდის კომპანიები ერთმანეთთან. მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერები გვაქვს და მუდმივად გვეხმარებიან მსგავს საერთაშორისო გამოფენებში და პროექტებში და რა თქმა უნდა იყენებენ ისეთ კონკრეტულ დაფინანსებებსაც, რომელიც ვახსენებ, თქვათ, აწარმოე საქართველოს მხრიდან ბრენდები.
კი ბატონო, მადო, საუბრობდი რომ უკვე მოდების ჩვენებას გულისხმობ, არის სერიოზული მოლაპარაკებები, მათ ნახეს ქართული რამდენიმე ბრენდი გაეცნენ და უკვე სერიოზული უკავშირია მათგანაც. საინტერესოა, რამდენად მოსწონს საერთაშორისო ბაზარს ქართული პროდუქცია, ქართული ბრენდები, რამდენად ხედავენ პოტენციალს და როგორია ხოლმე მათი შეფასებები? ძალიან კარგი კითხვა. ანუ აქამდე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენი გამოფენა, ყველა ჩვენი trade show-ზე დასწრება იყო რაღაცა დასაწყისი ეტაპების მსგავსი პროექტები. ბოლო 2 წლის მანძილზე ჩვენი სააგენტო გახდა საფრანგეთის მოდის ფედერაციის მიერ დაფუძნებული გამოფენის ტრანოის ავტორიზებული წარმომადგენელი და აღნიშნულმა გამოფენამ ძალიან პრიორიტეტულ პირობებში დააყენა ქართული ბრენდები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაგალითად აი ბოლო გამოფენა, რომელიც იაპონიაში, ტოკიოში შევასრულეთ, დაახლოებით 40 კვადრატული მეტრი ჰქონდა გამოყოფილი 12 ქართველი დიზაინერისთვის და ჩვენი სტენდი მდებარეობდა ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას და პირველი ქვეყანა იყო საქართველო. მდებარეობით და მის შემდეგ მოდიოდა დანარჩენი ქვეყნების გაერთიანებული სტენდები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნო იყო იაპონიაში უდიდეს გამოფენაზე, სადაც როგორც იაპონური, ასევე საერთაშორისო 600-მდე კომპანია მონაწილეობდა ქართული კუთხე, ანუ ქართველი დიზაინერების სტენდი იყო ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ადგილას განთავსებული. ეს ფორმა თანამშრომლობის ჩემთვის იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ მათთვის ძალიან საინტერესო პროდუქტს ვქნით და კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ნამდვილად კარგი პროდუქტის შექმნა შეუძლიათ ქართველ დიზაინერებს და ასევე ძალიან დიდი მეგობრობის დასტური ევროპული და იაპონური მხრის პარტნიორებისგან ჩვენს მიმართ, რომ აი ამხელა პასუხისმგებლობა აიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს ყველაზე მთავარი ადგილი გამოფენაზე. მადო, რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ქართული ბრენდისთვის? რას აძლევს ეს კომპანიას თქვენი უშუალო შედეგებიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე იმ კომპანიებზე დაკვირვებით, რომლებმაც ზუსტად ვიტრინის, ასე ვთქვათ, წყალობით შეძლეს, რომ გასულიყვნენ საერთაშორისო ბაზრებზე? რა შედეგები მიიღეს მერე და უკვე განვითარებას როგორ აგრძელებენ? პირველ რიგში, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იზრდება ცნობადობა და ზოგადად ბრენდის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება და ჩვენი სააგენტოს მთავარი მიზანია, რომ ისეთ პლატფორმებზე გავავრცელოთ ბრენდის შესახებ ინფორმაცია, რომელიც, როგორც ვახსენე, არის ძალიან რეიტინგული და მნიშვნელოვანი. ყველა პარტნიორი, რომელსაც ვიტრინი ირჩევს, არის წამყვანი. მაგალითად, წამყვანია ტრანოის შოუ აზიის მხარეს არსებულ trade show-ებს შორის, იგივე საფრანგეთის მიმართულებით, ლონდონშიც, სადაც თანამშრომლობთ, იქაც Scoop International ქვია გამოფენას, რომელიც ასევე ყველაზე ერთ-ერთი მთავარი და ლიდერი წამყვანი გამოფენაა. შესაბამისად, მსგავს ავტორიტეტულ გამოფენებზე საქართველოს და ქართული ბრენდის ამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათი სტუმრები, მათი მუდმივი ბაიერები და პარტნიორები, ვინც აი ამ გამოფენაზე მოდის და ნახულობს კომპანიებს, თვითონ ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვანი აქტორები ამ სფეროში. შესაბამისად, ანუ პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი, რომ ვზრდით ცნობადობას და ისეთი ორგანიზაციები, ისეთი კომპანიები, ისეთი სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ტოპ სიებში არიან, იმახსოვრებენ ქართულ ბრენდებს და მათ სახელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ კონკრეტულ შედეგებსაც აღწევენ. გვაქვს კონკრეტული შეკვეთები უკვე, ყავთ უკვე მაღაზიები, რომლებთანაც თანამშრომლობენ, იღებენ შეკვეთებს, უმზადებენ და უგზავნიან
შესაბამისად, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კომპანია იყოს ჩართული და თუ ჩაერთობა იყოს სწორად მომზადებული და ვფიქრობ, რომ ორივე შედეგი, რასაც იღებს კომპანია ჩვენგან მიწოდებული სერვისებიდან, არის უნდა იყოს მთავარი სტრატეგია ნებისმიერი მსგავსი კომპანიისთვის და დიახ, ძალიან ბევრი ძალიან წარმატებით იყენებს ამ შესაძლებლობას. მაგრამ როგორ უნდა ისარგებლოს კომპანიამ ვიტრინის სერვისებით? ანუ ამისთვის რაიმე კრიტერიუმებია საჭირო, წარმოების ნაწილში რაღაც კონკრეტულ მოცულობას უნდა აღწევდეს თუ როგორ ხდება ეს შერჩევა იმ კომპანიების, რომლისთანაც მე უკვე დაიწყებ თანამშრომლობას და იმ სერვისებს შესავაზებთ და ხელშეწყობას, რაც აქვთ მათ საერთაშორისო ბაზრებს. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ესეც, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახდენთ ჩვენი პარტნიორების სელექციას და გვინდა რომ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებთან ვითანამშრომლოთ, შესაბამისად უნდა დავახვედროთ ჩვენი წევრებიც მომზადებული და კი გადიან კომპანიები კონკრეტულ სელექციას. ჩვენ არ გვაქვს ის შემთხვევა, რომ ბრენდი შეიძლება ვერ მოხვდეს სააგენტოში, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დავნერგეთ მოსამზადებელი კონსულტაციების მომსახურების პაკეტები, რომლებიც შეუძლიათ, რომ ვიტრინისგან შეიძინონ და მოემზადონ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დამწყები ახალი კომპანიაც კი გავიწევრიანოთ, თუ ის შესაბამის სერვისებს აიღებს და შესაბამის გზას გაივლის იქამდე, რომ სწორი კოლექციით, სწორი მომზადებით გავიდეს საერთაშორისო ივენთებზე. და საუბარი მინდა შევაჯამოთ გეგმებით, თუ იგეგმება მაგალითად ახალი ბაზრები საფრანგეთი, იაპონიის შემდგომ, თუ გაქვთ რაიმე სწორება ან მიზანი, რომ სხვა ბაზრებზეც გაფართოვდა და პროექტებზეც მინდა ვისაუბროთ, რომელიც არის უკვე სამოო პერსპექტივაში დაგეგმილი. კი, იგეგმება გაფართოებაც და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვყავს ძალიან კარგი პარტნიორები ბრიტანეთში და საფრანგეთში ამ მიმართულებით არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამ ეტაპზე ჩვენთვის აზიური ბაზარი. იაპონიაში უკვე 10 წელია და მეტი რაც თანამშრომლობთ და ვიცით ყველაფერი და ძალიან წარმატებულად ოპერირებენ იქ ქართული ბრენდები. ეხლა ინტერესი გვაქვს მაგალითად სამხრეთ კორეის ბაზართან დაკავშირებით და მათი მხრიდანაც დაფიქსირდა ინტერესი ჩვენთან თანამშრომლობის. იგივე ინტერესები დაფიქსირდა სინგაპურთან მიმართებაში და ვაპირებთ, რომ ეს ორი ბაზარიც შევისწავლოთ და იქაც დავიწყოთ ქართველი ბრენდების ნელ-ნელა შეყვანა და ამ ბაზრის ათვისებაც. კი ბატონო, ადგილობრივად ხო არ გაქვთ რაიმე გეგმები საქართველოს ჭრილში? კი, ადგილობრივადაც ვცდილობთ, რომ რაღაც საინტერესო პროექტები განვახორციელოთ და ამ მიმართულებით გადავწყვეტად გავუშვათ სასწავლო პროგრამა. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენი სააგენტო საგანმანათლებლო კუთხით გააკეთებს პროექტს და ამ მიმართულებითაც თანამშრომლობას ვიწყებთ IFM-თან, რომელიც არის საფრანგეთის მთავარი მოდის უნივერსიტეტი. მოვიწვიეთ იქიდან ლექტორები, რომლებიც ჩამოვლენ და ნოემბერში 10 ქართული კომპანიისთვის მოხდება გრადი მოდის წარმოების მიმართულებით ძალიან საინტერესო კურსის დანერგვა, სასწავლო კურსის დანერგვა და ეს კურსი არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული ევროკავშირის და GIZ-ის მიერ. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მათი ძალიან დიდი წვლილია ამ პროექტის განხორციელებაში ჩადებული და ნოემბერში უკვე შევძლებთ, რომ სასწავლო მიმართულებითაც კი ბატონო, რა ხანგრძლივობის იქნება ეს კურსი? თუ გაქვთ ეს დადგენილი უკვე? დიახ, ეს იქნება 7 ინტენსიური სამუშაო დღე, ჩატარდება თბილისში 17-დან 25 ნოემბრის ჩათვლით. მოხდება სელექცია კომპანიების, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია ინტერესი და ჩვენ კიდე შეზღუდული ვართ რაოდენობაში კომპანიების და მოგვიწევს 10 კომპანია შევარჩიოთ. და დიახ, 7 ინტენსიური სამუშაო დღით ისინი გაეცნობიან გრადი მოდის წარმოების წესებს და საერთაშორისო გამოცდილებებს და შეძლებენ, რომ დანერგონ საკუთარ წარმოებაშიც. კი ბატონო.
მადო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები ყველა მიმართულებით, როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ძალიან დიდი მადლობა მარია. მადლობა კიდევ ერთხელ მადო რომანაძე, სააგენტო ვიტრინის დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში.